იოანე, როგორ ფიქრობ, რა არის მეგობრობა? მეგობრობა არის რომ გაიცნო ჯერ და მე ითამაშოთ ერთმანეთს დაუხმაროთ, ერთმანეთს დაიცვათ და მეგობრები გახდებით. აი, კარგ მეგობარს რა თვისებები უნდა ჰქონდეს? შენ როგორ ირჩევ ხოლმე მეგობრებს? როგორ ვირჩევდა? რომელიც კარგად იქცევა. რას ნიშნავს კარგად იქცევა? ანუ თუ ყველას არ ცემს რაღაცას ეგეთი არ მიყვარს. და რომ ყველას ეხმარება ეგეთი მიყვარს. იოანე, წიგნები გვასწავლის მეგობრობას? კი. რომელმა წიგნმა გასწავლა შენ მეგობრობა? რომელმაც ამ ჩვენ ქვეყანაზე დავდივართ. იმიტომ ჩვენ დედამიწაზე დავდივართ. ტუსუ და გოგიტა მეგობრები გახდნენ. ტუსუ, რამდენ რამეს აკეთებდა გოგიტასთვის, არა? ისეინეს შეწეს რაღაცები, ფეხბურთი ითამაშეს. მე სწავლაში გოგიტამ ასწავლა რომ როგორ დაიცვას თავის თავი. ყოჩაღი იოანე, ძალიან წარმოიდგინე რომ წიგნის პერსონაჟი ხარ. რომელ წიგნში ცხოვრებდი? მე? ხო. მეთქი წიგნის გამკეთებელია რაღაცა. არა, აი ვთქვათ პერსონაჟი ხარ. რომელ წიგნში დასახლდებოდი? მე ვიქნებოდი ხე, რომელიც აპარაკობს, მაგრამ ჯადოსნურია. ანუ მაგალითად, შენ რო დახატო რაღაცა, ეგ ამ ხეს მიუტანე, დაიძინე, გაიღვიძე და მე რაღაცა ამოვა მართალი. მაგრამ ჯერ როცა დაღამდება, მე უნდა დავხატო რაღაცა. და ეს ხე ჯადოსნური ხე რას აკეთებს? რითია ჯადოსნური? რითია ჯადოსნურიდან ისიც დახატავ. ხო. დადები, დაიძინებ და გაცოცხლდება. გაცოცხლდება? და შენ იქნებოდი ეს ჯადოსნური ხე? რომელიც ნახატებს აცოცხლებს? თუ უბრალოდ ამ ჯადოსნურ ხესთან იცხოვრებდი? ამ ჯადოსნურ ხესთან ვიცხოვრებდი. და რას გაუკეთებდი? ძალიან საინტერესო აზრი. რას გაუკეთებდი და შენ რა როლი გექნებოდა ამ ჯადოსნურ ხესთან? არ ვიცი. მაგრამ როგორ მოკვდება ეს ხე და რომ ბევრი წყალი დაასხა, იმიტომ რომ შენ მოუვლიდი ამ ხეს? ხო, მოვლიდ. გაიზრდები, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? ჯერ ეგ არ მოვიფიქრე, მაგრამ მოვიფიქრავ რამდენი ხანში. კარგი.